არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივა 19 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდება. ამის შესახებ თავად ორგანიზაციის დამფუძნებელმა განაცხადა. ასკაციანი შემადგენლობის მთავარი გზავნილი ქვეყნის დასავლური საგარეო კურსის შენარჩუნება იქნება. Დღევანდელი პოლიტიკური ძალა ქვეყნის სათავეში წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შექმნილი პრობლემების გამო მოვიდა და ეს ჩვენ ყველამ ვიცით. ამ პრობლემებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ადეკვატური იყო ძლიერი ოპოზიციის არარსებობა. ამის მიუხედავად მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ოპოზიციურ აზრს ებრძვის. ქართული ოცნება იაფასიანი შურისძიებით არის დაკავებული. ეს არის მაღალჩინოსნების დაჭერა, ბრალდებები, რომლებსაც ვერ ამტკიცებენ, არ მტკიცდება და აშენებულის დანგრევა, დაშლა დანგრევით და დემონტაჟით. სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლების დაშინების ფაქტებზე საინიციატივო ჯგუფ 19 აპრილის წარმომადგენლებმა ისაუბრებს ITV-ს პრეს-კლუბში. მათი თქმით 19 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველებს სხვადასხვა რეგიონებიდან გამუდმებით ემუქრებიან და აშანტაჟებენ. ჯგუფის წევრებს ხელისუფლებასთან არაერთი შეკითხვა აქვთ, მათი დიდი ნაწილი კი ელიტური კორუფციის ხელის შეწყობას, წინასაარჩევნო დაპირებების უგულებელყოფას და კრიმინალის გახშირების ფაქტებს ეხება. სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად საინიციატივო ჯგუფი 19 აპრილს აქციას უერთდება და ახალი ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვს. სანამ ქვეყანაში უჩერებელი კრიზისის პერსპექტივის წინაშე არ დამდგარა, რისი ყველა სიმპტომიც უკვე აშკარაა, გირჩევთ გაითვალისწინოთ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისწავლოთ დამოუკიდებელი აზროვნება, საკუთარი ქმედებების კრიტიკული ანალიზი და ბოლოს და ბოლოს გამოიჩინოთ ის პიროვნული თუ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც ასე უხვად დაპირდით ხალხს წინა საარჩევნო პერიოდში. საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება არის საფრთხის ქვეშ. და ჩვენ ქართველებს ისევ გვიწევს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვა. ამიტომ ჩვენ ყველანი 19 აპრილს უნდა დავდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი და არა რუსეთს.